სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი საქმიანობას აუდიტის სამსახურში განაგრძობს. ნინო ლომჯარია ლაშა თორდიას მოადგილე დაინიშნა ახალ ამპლუაში. ლომჯარია საზოგადოებას გენერალურმა აუდიტორმა წარუდგინა. ქეთი ნადიბაიძე განაგრძობს თემას. ქეთი, თუ გაკეთდა განცხადებები ნინო ლომჯარიას მხრიდან, რატომ გადაწყვიტა მან არასამთავრობო ორგანიზაციიდან საჯარო სექტორში გადასვლა? ნინო ლომჯარია მთავარ მოტივად, რის გამოც ის არასამთავრობო სექტორიდან საჯარო სექტორში ინაცვლებს, ის ასახელებს აუდიტის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, ვინაიდან როგორც ის ამბობს, ეს არის ერთ-ერთი ის უწყება, რომელსაც კანონი ყველაზე მეტ გარანტიას აძლევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის. გარდა ამისა, სამსახურის უკვე ხელმძღვანელის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ის შორს არ მიდის, რადგან არასამთავრობო სექტორში ყოფნის დროსაც ჰქონდა შეხება ანტიკორუფციულ საქმიანობასთან და ასევე უწევდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლი. განმაპირობებელი წინაპირობა, რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი საჯარო სექტორში, იყო სწორედ ის საქმიანობა, რასაც აუდიტის სამსახური ახორციელებს. აუდიტის სამსახური ეს არის კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც საკმაოდ მაღალი გარანტიები აქვს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის და გარდა ამისა, ის წარმატებები, რასაც ნამდვილად მიაღწია აუდიტის სამსახურმა და შესაძლებელია ძალიან ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყოს, თუმცა ნამდვილად არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები. ვფიქრობ, რომ ძალიან შორსაც არ წავედი ჩემი სფეროდან, ანუ საქმიანობების მიმართულების სფეროდან, თუმცა რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ეს არის საჯარო სამსახური, არის სხვა ვალდებულებები და სხვა პასუხისმგებლობები. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში, როგორც არის წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება საქართველოში, შესაბამისად მისი ცოდნა, გამოცდილება, ასევე რეპუტაცია არის პირდაპირ თანხმდრაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებისათვის და ამოცანებისათვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა ერთ-ერთი პროფესიონალი კოლეგა ნინო ლომჯარიას საჯარო სექტორში გადასვლას მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები მას მართველი გუნდის კადრად მოიაზრებენ. მართველი გუნდის წარმომადგენლები კი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ახალ მოადგილეს წარმატებებს უსურვებენ. კვალიფიციური ადამიანებისგან მოლოდინი არის, რომ ისინი ასევე კვალიფიცირად გაართმევენ თავის თანამდებობას და მას წარმატებებს უსურვებენ ამ თანამდებობას. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ირკვევა, რომ ერთ-ერთი NGO-ს ლიდერი, რომლის ფუნქციაც არის მთავრობის საზოგადოებრივი კონტროლი, გოვლინება ამავე მთავრობის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირად და ეს მით უფრო საწყენია, როდესაც ხდება ეს მთავრობაში, რომელიც ემსახურება ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა ბევრმა რამემ ამას ახადა ფარდა და გასაგები გახადა, რატომ იყენებდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების შემდეგ ლომჯარია დუმილის უფლებას. ნინო ლომჯარია წლების განმავლობაში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, როგორც მან დღეს განაცხადა, ბოლო პერიოდი ორგანიზაციაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო ხელმძღვანელობის გადაბარების ეტაპი, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდიც. დღეიდან კი ის უკვე ოფიციალურად წარადგინა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მის პირველ მოადგილედ და ის საქმიანობას უწყებაში დღეიდან შეუდგება. მადლობთ, ქეთი, ეს ქეთი ნადიბაიძე იყო. კურიერი